ბათუმში ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი ღამის სერენადები 2026 ჩატარდა გახსნით კონცერტს ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულმა თეატრმა უმასპინძლა, რომელშიც ქართველმა და უცხოელმა ვირტუოზებმა მიიღეს მონაწილეობა. ღამის სერენადების პროგრამა მრავალფეროვანია. ლეგენდარული ქართველი მევიოლინის ლიანა ისაკაძის დაბადებიდან 80 წლის იუბილე 7 გამორჩეული კონცერტით აღინიშნება. ფესტივალში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი მუსიკოსები, ასევე ახალგაზრდა ნიჭიერი შემსრულებლები. საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი საქართველოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ბათუმის, თბილისისა და ბორჯომის მერიების მხარდაჭერით იმართება. 23-ში გველოდება კიდევ ერთხი მუსიკის ზეიმი, ანდრეს გაბეტას საავტორო პროგრამა მარია ბუენოს-აირესიდან გადატვირთვა და 25-ში სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი მარიო სტეფანოს, პეტრო დარკის მიერ და გლორია კამპანერის საავტორო პროგრამა. ლიანას იუბილეა და ისეთი ნაწარმოები შევასრულეთ, რომლებიც მის რეპერტუარში მარგალიტებს წარმოადგენდა, ეს გახსენები და შესაბამისი იყო შესანიშნავი მუსიკოსები. პირველად ვიმყოფები ქალაქ ბათუმში. საქართველოს ულამაზესი ქვეყანაა. მადლობას ვუხდი ფესტივალს მოწვევისთვის. ჩემთვის დიდი პატივია ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობა.